განცდაზე 392 დღე არის დღეს პროტესტის და ხალხი ისევ შეკრებილი არის. აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ როგორი კანონიც არ უნდა მიიღოს, მიუხედავად ამისა ისინი გამოხატავენ საკუთარ პროტესტს ბიძინა ივანიშვილის პარტიის პოლიტიკის მიმართ. როგორც ცნობილი არის, ქართული ოცნების მიერ ბოლოდ მიღებული კანონპროექტის და კანონის დარღვევის გამო ათობით ადამიანის სასამართლო პროცესი უკვე ჩაინიშნა და როგორც ჩანს, ქართული ოცნება ამ ადამიანებს ციხეში გაშვებას უპირებს. ჩვენ აქ ჩავწერეთ ის ხალხი, რომელსაც ხვალ თუ ზეგ სასამართლო პროცესები აქვს და აცხადებენ, რომ ისინი ახალ წელს შეხვდებიან ან ციხეში, ან პარლამენტის წინ. ამბობენ, რომ ეს ბრძოლის ნაწილი არის და უკვე ტრადიციად იქცა, როდესაც უკვე მეორე ახალ წელს პროტესტის მონაწილეები პარლამენტის წინ ხვდებიან, ამბობენ, რომ მიუხედავად ამ დაკავებების და სასამართლო პროცესების ახალი სერიებისა, ისინი აპირებენ, რომ ქუჩაში იდგნენ იქამდე, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნები შესრულებული არ იქნება. დაიწყეს აბსურდული კანონის აღსრულება, როგორც ჩანს, მე ჩავრთე ტელეფონზე ხმა, ველოდები რომ დამირეკა, იმიტომ რომ ყოველდღე ტროტუარზე ვდგავარ. და ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცნაირად დამასრულები, რომ ნახელისაშობაო სიმღერა გამოვიშვი და მაგის ვიდეოს ვაკეთებ და ეგ რომ დავასრულო და მე არ არის პრობლემა, რაღაცნაირად შევხმიანდეთ და ჩავჯდები ციხეში, არ არის პრობლემა. 29 დეკემბერს მაქვს სასამართლო, 12 რო უკლია 10 წუთი ისე მოსამართლე არისო დავით მაკარაძე. ძალიან შვიდად გაწონასწორებულად შევალ პროცესზე და ქართულ ოცნებას მინდა მოუწოდო, რომ რამდენიც არ უნდა მოგვისაჯოთ ხალხო, გამოვალთ. და ისევ დავდგებით აქ, შეიძლება 10 დღე მომისაჯოთ და ახალი წლის კაპეზეზე გატარება მომიწიოს, შეიძლება ბედობის დღეც, შობაც და ასე შემდეგ, მაგრამ არ მეშინია. მათ კანონებს შედეგი არ მოყოლია. რა თქმა უნდა, ადამიანები დაისაჯენ ციხეში, წავიდნენ ზოგი 30 დღით, ზოგი 3 დღით, ზოგი 5 დღით, მაგრამ ხნეობა ადამიანებს არ დაუკარგა. თქვენთვის ეს იქნება ძალიან კარგი გამარჯვების ახალი წელი. თქვენ ახალ წელს სად იქნებით? მე ახალ წელს ვიქნები აქ. აუცილებლად ვიქნები აქ და მერე წავალ სახლში ჩემებთან. იმიტომ რომ ჩემი შვილი წინ ახალ წელს იყო აი აქ, ჩემთან ერთად. უკვე მეორე წელი დაიწყო, რაც ხალხი ქუჩაში დგას ქართული ოცნების მიერ მიღებული არაერთი კანონისა, ციხეში ადამიანების გაშვებისა, კოლოსალური ჯარიმებისა. ხალხი არ უშინდება ქართული ოცნების რეპრესიულ კანონებს, მათთვის არაფერი იცვლება, ისინი ისევ დგანან პარლამენტის წინ და ისევ მოითხოვენ ქვეყანაში ახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას.